Თუმეტეს რომ უნდა უთხრათ, რომ თოდუას კლინიკის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა გულის რიტმის დეტალური შეფასება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვა. კლინიკის ცენტრალურ ფილიალს არითმოლოგი მინდა ბუცხრიკიძე შეუერთდა, რომელიც არითმოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკაში საქმიანობას ექიმი გუნდთან ერთად იწყებს. თავად მედიკოსის პორტფოლიო კი კარდიოლოგიის, ინტერვენციული მედიცინისა და ელექტროფიზიოლოგიის მიმართულებებს აერთიანებს. დეტალებს სწორედ ახლა ვიხილავთ თეო მჭედლიძის სიუჟეტში და შემდეგ უკვე თავად ბატონ მინდიასთან ერთად დავუბრუნდებით თემაზე სასაუბრად. რუბრიკის წარმდგენია თოდუას კლინიკა. ყველა სამედიცინო სერვისი ერთ სივრცეში და უკვე 3 სამართზე. ჩაიტარე ჩეკაპი თოდუას კლინიკაში. პრევენციული კვლევები თქვენი ოჯახისთვის. შევდივართ, ნახოთ, წესით ყველაფერი კარგად უნდა წავიდეს. წარმატებებით ჩვენ და ჩვენ გუნდს. ეს პროფესია ჩემთვის ნიშნავს ნამდვილად ყველაფერს, უფრო მეტ დროს ვატარებ კლინიკაში და პაციენტებთან, ვიდრე ოჯახში. ეს მინდია ბუცხრიკიძეა, არითმოლოგი. 10 წელზე მეტია საყვარელ საქმეს ერთგულად ემსახურება. ახლა უკვე თოდუას კლინიკაში. თავის გუნდთან ერთად მართავს რთულ სამედიცინო შემთხვევებს. ჩვენი გუნდი შევიკრიბეთ, რათა დავგეგმოთ ძალიან საინტერესო პროცედურა. ერთობლივი ძალებით გეგმავთ შესაძლო სტრატეგიას. მულტიპროფილური გუნდის ხელმძღვანელის სამედიცინო პორტფოლიო კარდიოლოგიის, ინტერვენციული მედიცინისა და ელექტროფიზიოლოგიის მიმართულებებს აერთიანებს და პირდაპირ არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან. დღეს თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიებს აუწყო ფეხი ეს სამწუხაროდ ყველას არ შეუძლია. მაგრამ ეს ყველაზე კარგად გამოსდის თოდუას კლინიკას. შევიძინეთ და გვაქვს დღეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო აპარატურა, რაც კი არსებობს მსოფლიოში და ნებისმიერი სირთული, სიძლიერის აბლაცია, რაც კეთდება მსოფლიოში შეგვიძლია გავაკეთოთ აქ. ძალიან მნიშვნელოვანი არის საერთოდ არითმოლოგიის განყოფილება კარდიოლოგიურისთვის, ნამდვილად, რომ ძალიან ბევრ დაავადებაში არის გართულებები არითმიის სახით, ბლოკადების სახით და ასე შემდეგ და დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ და სწორ მკურნალობას, რა თქმა უნდა, პაციენტების. ყველა ერთად უკვე ვწყვიტავთ, რომელი არის პრიორიტეტი თქვა პაციენტისთვის, თანმიმდევრობა მკურნალობის რა ჯობია და მე შემდეგ ხდება უკვე სწორი და ადეკვატური თერაპია პაციენტის და შესაბამისად კარგი შედეგები. არითმოლოგის პროფესიაში განვითარებას, სწავლასა და თანამედროვე მიდგომების ათვისებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი კათეტერიზაციის ლაბორატორია ასევე ძახით გამოიყურება აი ესე ის ადგილი, სადაც ჩვენ ვაწარმოებთ აბლაციებს. გვაქვს რენტგენოლოგიური დაზღვევა, გვაქვს ულტრასონოგრაფიული დაზღვევა და გვაქვს ასევე უახლესი აპარატი კრიოთერაპიისთვის. ეს ყველაფერი გვაძლევს ერთი ყველაზე მთავარი იმას, რომ ექიმს აქვს მეტი საშუალება არითმიას ებრძოლოს უფრო ძლიერად და შესაბამისად რეციდივების, ანუ არითმიების განმეორების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. მეორე, გვაძლევს ყველაზე მთავარს პაციენტის უსაფრთხოებას და მესამე, არის კომფორტი ჩემთვის ოპერაციის დროს, იმიტომ რომ მე ჩემ პაციენტთან ერთად უახლესი აპარატურით უფრო მეტად დაცულად გრძნობ თავს. არითმია გულის რიტმის დარღვევაა. აბლაცია კი არის თანამედროვე სამკურნალო პროცედურა, რომელიც არითმიის გამომწვევ უბნებზე ზემოქმედებს და პათოლოგიას ხსნის. ყველას თავისი პატრიოტიზმი აქვს თავის პროფესიაში და ჩემ პროფესიაში მე ვთვლი, რომ ეს არის სამშობლოს სიყვარული, რომ ყველა იმ სერვისს, რომელიც მსოფლიოში შეიძლება არსებობდეს არითმოლოგიის მიმართულებით, ქართველი პაციენტი მიიღებს საქართველოში. ეს არის ჩემი მიზანი. წლების წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა, სადაც მთავარი პრიორიტეტი იმ ადამიანებს ზრუნვაა, რომლებსაც არითმიის დიაგნოზი აქვთ. არ დამავიწყდება ჩემი პაციენტი, რომელიც დღესაც კარგად გრძნობს თავს. მომმართა მე 84 წლის ასაკში დააწუხებდა ეს ტაქიკარდია, ძალიან შეწუხებული იყო ამით და მე მივეცი მას პირობა, რომელიც მომავალში რამდენიმე კვირაში ავასრულებ კიდევაც. არ დამავიწყდება მისი შემოსვლა ერთი თვის შემდეგ ჩემ კაბინეტში. სად ვიყავი აქამდე, რატო არ იყო ეს ტექნოლოგიები, იმიტომ რომ 19 წლის ასაკიდან ვიტანჯები ამ არითმიითო სიხარულით ცნებებით ჩემოვიდა. ესეთ შესაძლებლობებს გვაძლევს ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგია. ყოველი პაციენტი ახალი ისტორია, რომელსაც გულის ყურით უსმენს. შემდეგ იწყება დაავადებასთან ბრძოლის და სირთულეებთან გამკლავების საერთო გზა. ეს ისტორიები სამუდამოდ რჩება ექიმის მეხსიერებაში. ხშირად მეკითხებიან ხოლმე პაციენტები რა კარგად ყოფნის გამონჯანმრთელების მე რომ რით იქცეთ პატივი, ესე ვთქვათ. მე ვეუბნები ყველას ერთი პასუხი მაქვს თქვენ ჯანმრთელობით, იმიტომ რომ ექიმზე მეტად დამერწმუნეთ, არ ვიცი ვინ როგორ დაიჯერებს, მაგრამ ექიმზე მეტად თავის პაციენტის ჯანმრთელობა არავის არ აბედნიერებს და არავის არ უხარია.